დადებითი პოზიცია არსებობს აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების შესახებ. განცხადება ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას გააკეთა. სერჟ სარქსიანის თქმით, ვლადიმერ პუტინმა მას დაპირება მისცა, რომ ამ საკითხის აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთანაც განიხილავდა. შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რკინიგზის ამოქმედებით აფხაზური მხარე დაინტერესებულია. სარქსიანის განცხადებას დღეს თბილისშიც გამოეხმაურნენ. ჩემთვის ძალიან გასაგებია, რატომ ვთქვათ მოსკოვი შეიძლება იყოს ამაში დაინტერესებული, რატომ ამაში შეიძლება იყოს დაინტერესებული ერევანი და კიდევაც რატომ შეიძლება რაღაცა ბევრი რაღაც ყოყმანის ან რაღაც ვთქვათ ეს პრობლემების მიუხედავად სოხუმი იყოს დაინტერესებული. მე ვთვლი, რომ ეს არის საინტერესო იდეა, მე ვთვლი, რომ ეს არის პერსპექტიული იდეა, მაგრამ იმისაც რომ განხორციელება ამისი დაიწყოს, აუცილებლად მე ვიმეორებ, უნდა იყოს საქართველოს ინტერესი რაღაცნაირად გამოკვეთილი და დაინტერესებული. რას იგებს საქართველო ამის შედეგად?